წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება, რომ აი მე მაგალითად შეიძლება რეგიონში სოფელში ფლობდე მიწის ნაკვეთებს გქონდეს ჩემი საცხოვრებელი სახლი, თბილისში არ მქონდეს ბინა და გადავწყვიტო, ჩამოვიდე დედაქალაქში და სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის მიწა მივიტაცო და იქ განვახორციელო მშენებლობა. ეს შენობა როგორც ვიცი არის ძველი ქარხნის მიტოვებული შენობა და ეკუთვნის კერძო პირს. მე ცხადე არავის არ უპირისპირდები, მაგრამ არც არავის მივცემ უფლებას ფეხქვეშ გათელოს მუნიციპალიტეტის ინტერესები და უწყების იმიჯი. ჩემი სახელი თუ არის რა რითი დამაკმაყოფილოს ეგ მაინტერესებს სიაში თუ არა სიაში ხო ნახეთ გადავაწევ ბრძანდებულებს როგორც მახსოვს სიაში არა მე ვერ მოგისწარით იმიტომ რომ იქით საუბრობდით და დამიძახეს და ვერ მოვედი სიაში ჩემი სახელი რა შემოგვიყვანს არ ვიცი ამ ერთი წლის განმავლობაში ვინ ჩვენ დღევანდელი მედიის მთავარი გმირი გახდა ერთ-ერთი მოქალაქე მიზანმიმართულად არ ვასახელებ არც სახელს, არც გვარს, რომელიც ფლობს საკარმიდომო მიწის ნაკვეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი სილაური. ასევე ეს ადამიანი ფლობს არც მეტი არც ნაკლები 5 ავტომობილს, ერთ სკუტერს. ხო, ამიტომაც ეს მარგინალიზაცია, რომ იქ აქვთ ბინები და მე ეს უთავმოყარეობა კახაკალადის, როცა აი ეს გაპრიალებული უმდიდრესი მერი, ხო, რომელსაც უზარმაზარი ქონებები და უძრავი ქონება და შემოსავლები უფიქსირდება თბილისსა თუ სხვა ქვეყნებში, ხო? უთვლის ადამიანებს, რომ ოზურგეთის რომელიღაც სოფელში ხარ რეგისტრირებული სკუტერი გაქვს, ან რაღაც მანქანა გაქვს. იქიდან დაუჯერ. აუჯერდი. სახლიდან აგდათა კი აკავე? ეს მოგადგებია ფალბაზე ჯურჯულოებიდან, უნდა გიცავთ. თვალჭრელიძის 2 ნომერში ვარ, ისევ East Point-თან გამოსახლებული მოსახლეობის ნივთები არის გამოლაგებული უკვე 2 დღეა. თვალჭრელიძის 2-დან გამოსახლება გუშინ წინ დაიწყო 11:10 საათისკენ დილისკენ. გუშინ ვერ მოვახერხე მოსვლა და დღეს მაინტერესებდა უბრალოდ რა პირობებში არიან ეს ადამიანები, მინიმუმ იმას მოიცვალოდებოდი, რომ თვითონ აღსრულების ბიურო, რომელიც პასუხისმგებელია ამ გამოსახლებაზე, მოახერხებდა იმდენს, რომ ამ ადამიანებს ნივთების გადალაგებაში, ანუ დახარისხებაში მაინც მოეხმარებოდა, მაგრამ დღეს აღმოვაჩინა ეგეთი რაღაც, რომ მათი ნივთები ჩაიმარხა თვითონ შენობის დემონტაჟის დროს. დავპირდნენ, რომ ხვალ მოხვალთო და გაიტანთო, ჯერ არ დავანგრიოდო და ერთი ხელი ტანსაცმელი რაც ამათ იმითავად და რაღაცა ერთი ხელი ლოგინი გავიტანე. დანარჩენი ყველაფერი ადიელები, ჭურჭელი, თებში არ გვაქვს რომ პური შევჭამოთ. ქუთიშვილის მამა ჩვეულებრივ ქუჩაში დავრჩი არის, არავითარი არაფერი. ნათესავთან გავარკვიე და მითხრა რომ ეზოში დაგალაგებინებ დროებით და მერე წავიდე. ბავშვები ჩემდასთან არიან გახიზნულები დღეს ქუჩაში ხო არ შეგინთ არ შეგვიშვეს და ქუჩაში ხო არ დავრჩებოდით გამოგვყარეს ქუჩიდან და თქვენ დევნილი ხართ თუ სოციალურად რა სოციალურად დაუცველი სამ კატეგორიად იყოფიან აქ მცხოვრები ადამიანები, ხო მცხოვრები რა გამოსახლებულები უკვე ერთი მხრივ აქ ცხოვრობდნენ დევნილი ოჯახები, აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, მეორე მხრივ ცხოვრობდნენ სოციალურად დაუცველები და ასევე უსახლკარო
ადამიანები ხო სხვადასხვა რეგიონიდან წამოსული, თბილისში წამოსული უსახლკარო ადამიანები თვითონ გამოსახლებულები ამბობენ რომ რეალურად თბილისის მერია მათ თავაზობდა ქირით გასვლას, გაყვანას სულ რაღაც 3 თვით და ამ ქირის ღირებულება იყო 300-დან 500 ლარამდე და შესაბამისად აქ მცხოვრებმა ადამიანებმა უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში უარი განაცხადა, იმიტომ რომ გაუგებარი იყო 3 თვის მერე რა ელოდებოდათ და მეორე მხრივ 300 და 500 ლარად და თუნდაც 700 ლარად ისინი ბინებს ვერ დაიქირავებდნენ, იმიტომ რომ ეს არ არიან რაღაცა მარტოხელა ოჯახები, ოჯახში შეიძლება 5, 6, 7 ადამიანიც კი ცხოვრობდეს, შესაბამისად 5, 6, 7 ადამიანისთვის ბინის დაქირავება 500 და 700 ლარად თბილისში რო წარმოუდგენელია, ალბათ ჩემზე უკეთესად თქვენ გესმით. როცა დევნილებზე ვლაპარაკობთ, ალბათ უნდა ითქვას ის, რომ დევნილების განსახლების პრობლემა ძალიან მძიმე პრობლემაა დევნილი თემისთვის. შეერაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 32 წლის შემდეგაც, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ დევნილთა ნახევარი კვლავ განსახლების მოლოდინშია და მათ საკუთარი საცხოვრებლები არ აქვთ. ეს რიცხვი არის ძალიან მაღალი და იმ ტემპებით, რა ტემპითაც სახელმწიფო დევნილებს აკმაყოფილებს ყოველწლიურად და უნდა ითქვას, რომ ამ ციფრებით ქართული ოცნება ტრაბახობს. დაახლოებით 20 წელი უნდა იმას, რომ დევნილთა განსახლების პროცესი დასრულდეს. და ჩვენ ვხედავთ, რომ აი ამის გამო დევნილები არიან განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფი, რომლებიც იძულებულია ჩასახლდეს აი ესეთ ამორტიზებულ, ავარიულ უსაფრთხოების მიღმა ცხოვრებისთვის უარგის შენობებში. ჩვენ მთელი გაზაფხული მოვიარეთ დასახლებები თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში და უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ დევნილები. აი ამის ენით აღწერაც კი შეუძლებელია, სადაც არ არის სველი წერტილები, არ არის კანალიზაცია, არის ავარიული, არ არის ფანჯრები და ჰაერი არ შედის, ხო? ანუ უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ ადამიანები და როგორ შეიძლება ვინმე თქვას, რომ აი ეს შესახლება არის უკანონო, ხო, რომ მათ აქვთ ქონებები სადღაც და ამიტომ ისინი ბოროტად იყენებენ სახელმწიფო შენობებს, როდესაც ადამიანები ცხოვრებას ირჩევენ ისეთ პირობებში, რომელიც ენით არის აღუწერელი. 58 დევნილის სტატუსის მქონე ადამიანი ისე იყო ამ იმაში აღწერებში, აქედან 24 მათგანს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში უკვე მიღებული ჰქონდა. აი აფხაზეთის ომის შემდეგ. ხო, კი ბატონო. ეს ხათება, მაგრამ ის რომ ეხლა დაკმაყოფილდა, აი ახლა ინფორმაცია. არ არის არასწორი ინფორმაცია, ნამდვილად ინფორმაცია. 29 განცხადება არსებობს, 29 მათგანმა მიმართა შესაბამის უწყებებს და ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ბინისა და სოფლად სახლში ასეთი პროგრამა დია. 29 განცხადება იყო შესული, აქედან 6-ზე უკვე დადებითი პასუხია. აი ეს რაც ვინც იყო, რაც ჰქონდა სახელები და სწორად გამიგეთ, 200 ადამიანის სახელს მაგრამ ნახეთ, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ აი ამ დევნილების ჯგუფიდან 53 ოჯახს ასახელებენ, ხო, რომ არსებობენ კიდევ ვიღაცები, ვინც ნახევარი სხვა დრო სახელმწიფოსგან არის დაკმაყოფილებული. ნახეთ, ის ძველი დაკმაყოფილებები ძალიან ხშირად იყო არაადეკვატური და უსამართლო. ჩვენ შევხვდით წინა თვეებში არაერთ დევნილს, რომელმაც მაგალითად სხვადასხვა დროს შესაძლოა მათმა მშობლებმა მიიღეს 7000 ლარი, რითაც მათ ვერ მოახერხეს ბინების ყიდვა. ან და რომლებაც მიიღეს სოფლად სახლი, სადაც ისეთ ადგილებშია ეს სოფლები, სახლები, ხო, სადაც უბრალოდ არანაირი ეკონომიკური ცხოვრება არ არის და ისინი თბილისში ჩამოდიან. ან მათ ისინი მოტყუდნენ და დაიკანონეს ბინები, სადაც სახელმწიფომ შეასახლა და ეს ბინები არის უარგისი. ხო, მაგალითად, რაღაცა ფანერით აშენებული, ნესტით გაჟღენთილი ბინები, სადაც არავითარი ინფრასტრუქტურა არ არის, მუნიციპალურ ცენტრებს ვერ უკავშირდებიან და პრაქტიკულად იქ ვერ ცხოვრობენ. ანუ ისინი მოტყუდნენ, დათანხმდნენ, ან მცირე კომპენსაციას დათანხმდნენ აი ამ ბინების დაკანონებას, მაგრამ ეს არის უარგისი ბინები, ხო? ხუთი მყავს არასრულწლოვანი, 5.
ეს ამბავი რო არ მოხდარიყო და მე ტელევიზიაში არ გამოსულიყავი, მაგ ამბავს მართლა ვერ გავიგებდი, რომ თურმე მე 50000 ლარი დამიმტკიცეს. არ მეწოდინებ. მაინც და მაინც ეხლა რატო გებულობ, როცა მე 2 წლის უკან დავწერე, ჯერ ერთი რატო ნავგებულობ და მე ამ დროს ასეთ პირობებში. კითხვა მაქვს ჯერ ხალხის. მეორეც ორჯერ იყვნენ მოსული, გუშინაც იყვნენ და ვესამა. 2024 წელს დამიმტკიცეს, კითხეთ რო როდის დამიმტკიცეთ. 2024 იმის მერე ამდენი წელი გადის. ხო და ეხლა ხო შეიძლება და წელილობითი SMS-ით ან დარეკვით რომ 1 წელი გავიდა, ხო ეს სიტყვაზე 1 წელი გავიდა, რატო არ მოდის ეს ადამიანი და რატო რომ დამემტკიცეს სიტყვაზე, ხო უნდა მივიდე და ნახოთ ახლა და გამოვიტანო და მე ბინის ძებნა დავიწყო. დედაჩემი არის მარტოხელა დედა, იყო 3 შვილის დედა. გზიდა მშობლებთან, დედაჩემი მშობლებთან გავიზარდეთ. მშობლები დაიღუპა, ეგ სახლი ვისიც იყო, გაყიდა იმ ადამიანმა, ბიძაჩემი იყო თუ რა მნიშვნელობა ვინც იყო და ჩვენ უკვე დავშით ქუჩაში. იმის მერე ვარ ქუჩაში, ვარ უმისამართო, არ მაქვს მისამართის გარეშე ვარ და ვცხოვრობ. 50000-ით მე თუ ნახე, მე გავალო, არა ვარ, უარს არ ვიძახი მიან თანხაზე. რომ მახავ დავდგები ძებნას დავიწყებ, ქალაქ გარეთ იქნება თუ რაღაცა იქნება, მე ძებნას დავიწყებ. გამოტანიდა მე საბუთის გამოტანიდა, მაგ 6 თვეს დრო. თუ მე ამ დროში ჩავეწიებ, ნახევ, თუ ნახევ, ვინა ვიყიდე, თუ ვერ ვნახე ამ ფავში, საწავიდე. მე არ მაქვს სოფელი, საერთოდ არ მქონია. არ ვიცი სოფელში რა პირობითი და რა ცხოვრებაა. უსახკარობა ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც შეიძლება ქუჩებში ვხვდებოდეთ, ხო, რომლებიც რაღაც კარდონის რაღაც პატარა რაღაც მოწყობებში ან ესეთი ნამდვილად ქუჩაში ცხოვრობენ, ხო? უსახკარობის პრობლემა არის მრავალნაირი და ეს არის რეალურად ოჯახების მდგომარეობა, რომლებიც შეიძლება მეგობართან, მეზობელთან ცხოვრობდნენ, შეიძლება გაჭირვებით უკიდურესად ძიმე პირობებში ქირასაც იხდიდნენ, ან შეიძლება შესახლებულები იყვნენ რომელიმე სახელმწიფო ობიექტში, ანუ მათ შეიძლება დღეს ჭერი ქონდეთ, ასე ვთქვათ, ტექნიკურად, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი საცხოვრებლის საჭიროების გადაწყვეტას და ამიტომ უმძიმეს პირობებში ძალიან მაღალი ეკონომიკური მოწყობილობის პირობებში ცხოვრობენ და მუდმივად არიან იმ ჭერის დაკარგვის რისკის წინაშე. ჩვენ და ძალიან ფართედ განმარტავთ, რას ნიშნავს უსახკარობა. სამწუხაროდ ესეთი განმარტება ძალიან ვიწროა ჩვენს კანონმდებლობაში და ერთადერთი ვალდებულება, რაც სახელმწიფოს აქვს უსახკარო პირებთან მიმართებით, ეს არის თვითმმართველობის ვალდებულება, ანუ მუნიციპალიტეტების ვალდებულება, რომ მოხდეს მათი რეგისტრაცია და თავშესაფრით უზრუნველყოფა. და ცენტრალურ დონეზე, სამთავრობო დონეზე ვალდებულება უსახკარობის დაძლევის, უსახკარობის პრევენციის მიზნით სახელმწიფო რას აკეთებს, არ არსებობს. ჩვენ წლებია ვითხოვთ, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება გამხდარიყო ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის ნაწილი და ამავდროულად ვადვოკატირებდით, რომ სახელმწიფოს ქონოდა ეროვნული გეგმა საცხოვრებელთან დაკავშირებით, ხო? სამწუხაროდ არც ერთხელ არაერთი მოწოდების და მცდელობის მიუხედავად სახელმწიფო მასშტაბები არ გადადგა. დამონდა საქართველო. ჩვენ ვართ მონები. გარდა იმისა, რომ ნივთები აქვე აქვთ გამოტანილი და დალაგებული, ღამეს ათევენ, ანუ ნაწილი და ეხლა წეღან ველაპარაკე ერთ-ერთ გოგოს, რომელსაც სახის გამოჩენა არ უნდოდა და უბრალოდ ჩამეწერა და მეუბნებოდა, რომ ორ შვილთან ერთად წუხელღამე აქ გაათენა. ვიცით, ვიაზრებთ, რომ არ იყო სწორი საქციელი, მაგრამ პატარა ბავშვებით ესე ყოველღამე ხის ძირში დაძინება ძალიან რთულია და დამეთანხმება ამაში სულ ფიზიკურად სხვა წასასვლელი რო არ ქონდა, შემოვედით ამ დანგრეულში, გავასუფთავეთ, ძალიან ბევრი ნაგავი იყო, ჩვენი სახსრებით გავიტანეთ ყველაფერი, უამრავი თანხა ჩავდევით, რაღაცა ელემენტარული პირობები შევიქმნით იმისთვის, რომ ცოტა ბავშვები მაინც ნორმალურ პირობებში ყოფილიყვნენ. ეხა არიან აქ შუშუმუკირები არიან, სოციალურად დაუცველები არიან, დევნილები არიან, ყველას უჭირს. ტყუილად აქ არავინ არ მოსულა.
არავინ არ მოსულა ჩვენთან სახელმწიფოდან, არც სახალხო დამცველი მოსულა, არავინ საერთოდ არ უკითხია რა გჭირდება, დრით დაგეხმაროთ, რა გავაკეთოთ. ესე ბედისანაბარა დაგტოვეს ქუჩაში პატარა ბავშვები. არაფერი არ შემოგთავაზეს ჩვენ. იძახიან რომ ზოგ შესთავაზეს და აიღეს, მაგრამ მე პირადად ეგეთი შემოთავაზება არ მქონია და ჩემს გვერდზე კიდე ძალიან ბევრი ადამიანს ეგეთი შემოთავაზება არ მქონია. და ბოლოს უნდა შევეხოთ აი მესამე ჯგუფს, რომლებსაც რეგისტრაცია შეიძლება ქონათ სხვა მუნიციპალიტეტებში, მაგალითად სოფლებში და თითქოს ის რომ ისინი თბილისში არიან, არავის პასუხისმგებლობა არ არის და მხოლოდ მათი პასუხისმგებლობაა. ხო, აქ ახლა უნდა შემოვიტანოთ ერთი საკითხი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონალური უთანასწორობის, ხო? ჩვენ ხედავთ, რომ სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა არის ორმაგად მაღალი რეგიონებში, ზოგადად საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებს შორის უთანასწორობით არის პირველ ადგილზე პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩვენს რეგიონებში არის გამეფებული ეკონომიკური დეპრესია. ხო, იგივე მშპ-ს მაჩვენებლები ორჯერ ნაკლები, ანუ ეკონომიკური აქტივობისა და წარმოების მაჩვენებლები რეგიონებში. ჩვენ ხედავთ, რომ ორჯერ დაბალია ხელფასები ამ რეგიონებში, ორჯერ მაღალია მიგრაცია ზოგჯერ მეტადაც, ხო? რეგიონებიდან ქალაქებსა და თქვა სხვა ქვეყნებში და თუნდაც აი ბოლო პერიოდის ეკონომიკური ზრდაზე როცა ქართული ოცნება ლაპარაკობს, ჩვენ დავითვალეთ და ეკონომიკური ზრდის 75% მოდის თბილისსა და ბათუმზე და არა რეგიონებზე. ანუ აი ამ ეკონომიკური ზრდის პროპაგანდაზე, რასაც არ ვეთანხმებით, ეს ვრცელი თემაა. ხო, ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ აი ამ პროპაგანდისტული ეკონომიკური ზრდის 75% მოდის მხოლოდ ორ ქალაქზე. ამიტომ რატომაა გასაკვირი, რომ ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტიდან, სოფლებიდან, დაბებიდან ადამიანები იმ ქალაქებს აწყდებიან, სადაც არის ეკონომიკური აქტიურობა. ეს ხო გაუფორმდით ყველა პუტინის მონება. Showrepri გაუფორმდით რუსეთს დამლებს. წარმოიდგინეთ, დილით 10-11 საათისკენ გამოსახლება დაიწყეს. ანუ უამრავი პოლიცია იყო 24-ში აქ მობილიზებული და პერიოდულად გამოსახლებულებს და პოლიციის შორის იყო ხოლმე სიტყვიერი შეხლა-შემოხლა. დილითვე პოლიციამ 4-მდე გამოსახლებული ადამიანი შიგნითვე ამ შენობის შიგნითვე დააკავა ადმინისტრაციული წესით. ერთ-ერთი იყო ხუთიშვილის დედა, რომელიც ხელწერილით არის გათავისუფლებული, როგორც ვიცი და მერე საღამოს უკვე აქტივისტები როდესაც მოვიდნენ, პოლიციამ ამ აქტივისტებიდანაც, მე მგონი 11 თუ 12 ადამიანი დააკავა. ჩრდილოეთი ადამიანის დაკავება მოხდა, მათ შორის დიდი ნაწილი იყვნენ არამხოლოდ აქტივისტები, არამედ თავადადგილობრივები. ჩვენ 5 მათგანის ინტერესებს ვიცავთ და ისინი უთითებენ ძალიან მძიმე მოპყრობის ფორმაზე პოლიციის მხრიდან. აი ამ პროცესში ჩვენ ნახეთ, რომ ბავშვები ადგილზე იყვნენ იმ სიცხეში, მათთან არავინ მუშაობდა, ძალიან მაღალი ტრავმა მიიღეს ამ პროცესში და მთლიანად ეს მანერა იყო ძალიან მძიმე, გამოსახლება მოხდა ძალიან მაღალ სიცხეში. მაშინ ბოლო კითხვას დაგისვამთ, ამთა პირველი შემთხვევა არ არის. ამ სოციალურ ყოფაში ვართ, ყოველ წელს ხან უფრო მასშტაბურ გამოსახლებებს ვხედავთ, ხან ძალიან ლოკალურს ხოლმე და თითო ოჯახის ამბავს. და სად ქრებიან ხოლმე მერე ეს ადამიანები და სად ნაწილდებიან, ანუ ვინ პატრონობს ამ, ანუ მომავალი როგორ არის ახლა ამ ოჯახების ეს მაინტერესებს. ჩემთვის ეს იყო ტრაგედია. როცა აღმოვაჩინე, რომ იმ ობიექტებში, სადაც სახელმწიფოს მიერ მიჩნეულია, რომ მეოთხე კატეგორიის ავარიულობა აქვს, საცხოვრებლად უვარგისია, მაგალითად დევნილები ცხოვრობენ, მერე სხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები შედიან. მაგალითად, თბილისის ზღვის დასახლებაში ჩვენ ვნახეთ 2 ობიექტი, სადაც აი არ იცხოვრება
თაგვები, კატები, გაზიფიცირებული არ არის, ავარიულია, დიდი ნაპრალებია, ზოგან ტუალეტები არ არის ინდივიდუალურ ოთახებში, დევნილების ნაწილი გაიყვანეს, ნაწილი ისევ იქ არის, მაგრამ შევიდნენ სხვა ადამიანები, ღარიბი გარემოვაჭრეები, უკრაინელი ლტოლვილები, სხვა დევნილები შევიდნენ. ზუგდიდში ვნახეთ საავადმყოფო, ხო, სადაც დევნილების ნაწილი გაასახლეს, გაივსო ისევ სხვა დევნილებით, galიდან ჩამოსული ადამიანებით და ადამიანები აი ამ უვარგის შენობებში პირდაპირ გაგებით, მაინც აგრძელებენ ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, შეიძლება დღეს ზოგიერთი გამოსახლებული აი ესეთ ობიექტში შევიდა, სადაც დღემდე კიდე იცხოვრება. ამიტომაც ისინი შეიძლება ქუჩებში არ რჩებიან, როგორც ასეთი, მაგრამ ისევ სიღარიბეში და ძალიან მძიმე საცხოვრებელ პირობებში გადადიან. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ქრება. პირადად ჩემი ან მერის და მუნიციპალიტეტის პრობლემა ხო არ არის? ყველა ამ ქალაქში ცხოვრობთ და ყველას გვეხება აღნიშნული პრობლემა. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით იმის მაგერად რომ გვერდით დაგვიდგეთ, მხარი დაგვიჭიროთ, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, მხოლოდ და მხოლოდ ხელი შეშლით ხართ დაკავებული. ყველა რომ მოხვედი კომისიონერს ვისე მოხვედი ეიფორიაში ვიყავი და ვეღარ მოვასწარი. მეუღლე ხო იყო? რაშა არის სად იყო მეუღლე სულფიკაცია ჭიდავებოდა და გამომარა შეხედე რა სპიკა შეხედე გამოყვები გარეთ არ ხო თქვენ რომ მოხვედი ისე შეგიშიგნით თქვენ რომ მოხვედი მე რა აკაკი კარები არ გამიჭერეთ აკაკი კარები არ გამიჭერეთ კი კარებში გავახერხე არ მიმიშვეთ ჭიდავი მეუღლე ჭიდავი და ხავს გადააჭამენ რომელიმეს 9 გამოვიდეს კრედიტორმა მისმა მოლაპარაკებაზე წამოვიდო და ეხლა კიდე იტყუებიან ეს არ ამზადებს